სავადი ხა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი YouTube-ზე, კეთილი იყოს ჩემი ტარო YouTube-ზე და დღეს შემოგთავაზებთ აგვისტოს გაშლას ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის. ეს არის ჩემი მაგიური სანთელი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ჩემ მაღაზიაში Lisoliso Magic Salon, საკმაოდ დატენილი სანთელი არის რუნებით და ბალახებით. სურვილის აღთანასა და კიდევ ბევრი პროდუქცია გვაქვს. ვისაც უნდა ჩემთან პირად კონსულტაციაზე ჩაწერა, უნდა მიწეროთ ჩემ მენეჯერს ჩემი მაღაზიის page-ზე და მოდი დავიწყოთ ეხა ჩვენი გაშლა. და პირველი გაშლა ჯერ სარკეს გავხსნი. თუ სარკით მიყვარს გაშლები, უფრო სუსტი არის. და ვიწყებთ აგვისტოს გაშლას ვერძებით. მე ძალიან მიყვარს ვერძები, ოღონდ სამეგობრო, ძალიან ერთგული მეგობრები არიან, რასაც არ ვიტყოდი პირად ურთიერთობებში, იმიტომ რომ საკმაოდ ხორციელი ტიპები არიან, რომლებსაც უყვართ ჭამა, დალევა და სექსი. ამიტომ პირადში ცოტა საშიში მამაკაცები არიან. მოდი ვნახოთ ვერძებო, რა გელოდებათ აგვისტო თვეში. ფინანსებთან დაკავშირებით რაღაცა პრობლემები მოგვარდება. თუ საბუთებთან გქონდათ პრობლემები, რაღაც ძალიან კარგი იქნება აგვისტოს პირველი ნახევარი რომ მოაგვაროთ. კიდევ ხედავ რაღაცა საჩუქარი, ხელფასი, მომატება რაღაცა ხელფასში, ან ახალი პოზიცია, მოკლედ კარგი ამბები. შემდეგ ხედავ აგვისტოს ბოლოსკენ ვიღაცა ადამიანები მოგშორდებიან, მეგობარი, შეყვარებული, ცოლი, ქმარი, არ ვიცი, მაგრამ ეს იქნება ტოქსიკური ურთიერთობები, ადამიანები, ვინც არ არიან თქვენთვის სანდო, ვისაც თქვენთვის არ მოაქვთ კარგი, ვინც გართმევენ თქვენ რესურსს. ხედავ რომ შეიძლება ამის გამო ძალიან გაბრაზდეთ, რაღაცა უსამართლობის გრძნობა დაგეუფლოთ, მაგრამ სულტყვილად ეს ადამიანები რო წავლენ, თითქოს ენერგეტიკულად უფრო აყვავდებით და ფინანსურად ბევრად კარგად იქნებით. ეხლა გადავიდეთ ჩემს საყვარელ სამართლიან კუროებზე. რა გელოდებათ კუროებო აგვისტო თვეში? ხედავ ძალიან ბევრ შფოთავთ ბოლო თვეებია, შეიძლება ენერგეტიკული დისბალანსი გქონდეთ და გირჩევდით, რომ თქვენ ჯანმრთელობას მიხედოთ და თქვენ ენერგიას, რომელიც შეიძლება იყოს გასაწმენდი. ადამიანი დაბრუნდება წარსულიდან ან ადამიანები და თქვენ ურთიერთობას კიდევ ერთი შანსი მიეცემა და ძლიერი გრძნობები იყო. ფინანსურად აგვისტოს ბოლოსკენ უფრო იქნება დალაგება, გასტაბილურება, მაგრამ გირჩევდით, რომ ენერგოწმენდა გაიკეთოთ ყველა ჩაკრაზე, რომ პირადი და ფინანსები ყველაფერი კარგად იყოს. შემდეგი გაშლა ეხება ტყუპებს. ძალიან კეთილ ტყუპებს რატომღაც ყველას რო არ უყვარს და მე ძალიან მიყვარს. მოდი ვნახოთ ტყუპებო, რა გელოდებათ აგვისტო თვეში. ხედავ რომ რაღაცა სიზმრებს ნახავთ, ან თქვენი ინტუიცია ძალიან მაგრად გაძლიერდება. დასვენება სჯობს გააკეთოთ აგვისტოს შუა რიცხვებში. რაღაცა გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ ან სწავლასთან, ან ფინანსებთან დაკავშირებით. კიდე შეიძლება ოჯახში მოხდეს რაღაცა სერიოზული საუბარი ან პრობლემა. საბოლოოდ ხო თქვენი პრობლემები გვარდება. რაღაცა შინაგანი ჰარმონია მოდის, თითქოს რაღაცა გადაწყვეტილებას რო იღებ, შინაგანად უფრო შვიდდები და სულიერად უფრო მაღალ ლეველზე ადიხარ. ფინანსებთან დაკავშირებით მაინც აი რაღაცნაირად ვერ კმაყოფილდები, არ არის ის, რაც შენ გინდა, რაღაცა მეტი გინდა. ხო და ზუსტად ამასთან დაკავშირებით რჩევას გაძლევს ტარო. რომ მიყვე შენ ინტუიციას და არ შეგეშინდეს, არავის რჩევას არ მოусმინო საერთოდ. მიყევი შენ ინტუიციას, იმოძრავე, არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდე. შემდეგი გაშლა კი გვაქვს ჩემს საყვარელ კირჩხებებზე. დედაჩემი არის კირჩხები, ჩემი ძმაკაცია კირჩხები, ჩემი დაქალია კირჩხები, ძალიან მზრუნველები, მაგრამ ხანდახან ძალიან მომაბეზრებლად მზრუნველები. და მოდი ვნახოთ თქვენი აგვისტო თვე როგორი იქნება. ხედავ რომ წინა თვეები საკმაოდ მძიმე იყო.
ან სამსახური, ან პირადი, ან რაღაცასთან დაკავშირებით პრობლემები, რამაც ძალიან გამოგფიტა. ენერგეტიკულადაც და ჯანმრთელობაზეც არის მისახედი. აქ შეიძლება იყოს გულთან პრობლემები, სისხლთან პრობლემები, ვენებთან პრობლემები. აი ვხედავ, რომ რაღაცა გულს კარგად არ მიეწოდება სისხლი. მოკლედ გულს მიხედეთ. პირადზეც ამოდის, რომ იმედგაცრუება გექნება ვიღაცა ადამიანზე, თან ძალიან მწარე იმედგაცრუება, რომ აი საბოლოოდ ეს ვარდისფერი სათვალეები შიგნიდან ჩაგწყდება და დაინახავ ადამიანის რეალურ მანიპულაციურ სახეს. არა და ვითომ ძალიან ბრძენი, ძალიან კარგი ადამიანი იყო, არა, მანიპულატორი არის, რომელიც ენერგიას გწოვდა. გირჩევ, რომ წახვიდა დასასვენებლად აგვისტოს შუა რიცხვებში ან აგვისტოს ბოლოსკენ. ოღონდ მართლა დაისვენო და არ იფიქრო არც სამსახურზე, არც ოჯახზე, არც პირადზე, არაფერზე. იფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე, არაყო ილუზიებს, არაყო დეპრესიებს. მოკლედ, უკანასკნელი ეგოისტი იყავე. და ჯანმრთელობას მიხედე. ამას თუ არიზავ, ფიზიკურად და მენტალურად ძალიან მძიმედ იქნები. შემდეგი გაშლა ეხება ლომებს. ლომებო, როგორი აგვისტოთ ვე გექნებათ? ლომების აგვისტო თვე. პრობლემურად იწყება ძალიან ბევრი ფიქრები. იმედგაცრუება პარტნიორთან დაკავშირებით. ვხედავ რაღაცა დეპრესიული პერიოდი და თითქოს გაღიზიანებული იქნები თვის პირველ ნახევარზე ყველა ადამიანზე. რაღაცა ზედმეტები არ ისაუბრო, იმიტომ რომ მე შეიძლება ინანო. საბედისწერო გადაწყვეტილება შეიძლება პირადთან დაკავშირებით, ფინანსებთან დაკავშირებით კიდე ფიქრები, მეტის მოლოდინი. აგვისტოს ბოლოს ვხედავ, რომ ფინანსურად უფრო ამოისუნთქევ, შეიძლება ახალი შემოთავაზება, ახალი ბიზნეს იდეა, რაღაცა მუზა მოგაწვება და მეტ ფულს იშოვე. ახალი ურთიერთობა, ახალი პერსპექტივა, ახალი თაყვანისმცემლები. უფრო გირჩევდი სექტემბერში დასასვენებლად წასვლას ვიდრე აგვისტოში. შემდეგი გაშლა ეხება ქალწულებს. და მოდი ნახოთ ქალწულების სექტემბერი თვე როგორი იქნება. ძალიან ბევრი ფიქრები, ან ძალიან ბევრი მუშაობა, ან სწავლა. გამოფიტვა აბსოლუტური. კიდევ ხედავ, შეიძლება იყოს უძილობის მომენტები და შფოთვები. მენტალურად ძალიან დამძიმებული ხარ, შენივე ფიქრებისგან, შენი თავის მტერი ხარ, შენ თვითონ. ტოქსიკური ადამიანი, შეიძლება პარტნიორი, ვისგანაც უნდა წახვიდე, გადაწყვეტილება მიიღო და წახვიდე. ძალიან გაგიჭირდება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. აგვისტოს შუა რიცხვებში იქნება შორისა დასვენება. ძალიან მოგიხდება დასვენება, თითქოს უფრო საღი გონება გექნება და უფრო კარგად მიიღებ გადაწყვეტილებას. ამოდის ვარსკვლავის კარტი, იქნება გაცნობა ინტერნეტით. საბედისწერო გაცნობა იქნება სხვათა შორის. ახალი პირადი ურთიერთობა აგვისტოს ბოლოსკენ. შემდეგი გაშლა გვაქვს სასწორებს. მოდი ვნახოთ სასწორებს, როგორი აგვისტო თვე გექნებათ. სასწორებო, აგვისტო საკმაოდ აქტიური იქნება. ბევრი ემოციებით სავსე. შეიძლება იყოს რაღაცა კურორტნი რომანი თუ რას ეძახიან, ხო, სადღაც დასასვენებლად წახვალ და ვიღაცას გაიცნობს, სადაც ძალიან ძლიერი ბნებები იქნება. კიდე შეიძლება წარსულიდან იყოს ადამიანი მობრუნებული, მაგრამ არ გირჩევ მასთან ისევ ურთიერთობის დაწყებას. თვის ბოლოსკენ ვხედავ, რომ ისევ ფინანსებზე იქნება ფიქრი და რაღაცა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ ბოლომდე. აი ეს იქნება შენი პრობლემა. გადაწყვეტილების მიღების გაკეთებას რო ისწავლე, მერე დამშვიდდები შინაგანად და ეხლა გავკეთოთ გაშლა ჩემს საყვარელ მორიელებზე. მოდი ვნახოთ მორიელებო, როგორი აგვისტო გექნებათ. აგვისტო საკმაოდ მძიმე იქნება ენერგეტიკულად ჩვენთვის. აქ სიმძიმე იქნება პირადშიც და ფინანსებზე, რაღაცა გადაწყვეტილების მიღება ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ თითქოს რაღაცას ელოდებოდი, რაღაცა ფულს ან რაღაცას და ის შენი მოლოდინი არ გაამართლა. ისი არ არის, როგორც შენ გინდა.
ტოქსიკური ადამიანები გვერდზე, ჭორები. მაგრამ ინტუიციურად იცი რაც ხდება. შენ თითქოს ყველაფერს აძლევ და არაფერს არ იღებ ამ ადამიანებისგან. შურის და ჭორების გარდა. პირათან დაკავშირებით რა გელოდება? სულელი პარტნიორი. რაღაცნაირად თითქოს შენ უფრო სერიოზულად უდგები ამ ურთიერთობას და ის უფრო სულელურად უდგება. ის მოგყვება, რასაც შენ იზავ, ისიც მაგას იზავს. საბოლოოდ აგვისტოს ბოლოსკენ უფრო დალაგდები და დასტაბილურდები. იგი გაშლა ეხება მშვილდოსნებს და მოდი ვნახოთ მშვილდოსნებო თქვენი აგვისტო თვე როგორი იქნება. სანთელი თქვა. აგვისტო თვე დაიწყება საკმაოდ ემოციურად, კარგად და პოზიტიურად. მაგრამ ფრთხილად იყავი ხარჯებთან აგვისტოს შუა პერიოდში, იმიტომ რომ შეიძლება ზედმეტი ხარჯი გქონდეს და ამის გამო კონფლიქტი მოგევიდეს ოჯახის წევრთან. კარმული ურთიერთობა პარტნიორთან, რამაც შეიძლება ტკივილი მოიტანოს. ქალი ამომდის და კონფლიქტი ამომდის ქალთან. ძალიან ფრთხილად იყავი ამ კონფლიქტთან. თვის ბოლოს, აგვისტოს ბოლოს იქნება, არ ვიცი, ხელფასი, საჩუქარი, ფინანსები, რაღაცა ეგეთი. ანუ უფრო ამოისუნთქე, მაგრამ ფრთხილად იყავი აგვისტოში მაინც ფინანსებთან და კიდე ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ შეიძლება შენი ცდუნებაც იყოს. შემდეგი გაშლა ეხება თხის რქებს, ანუ მე. და თქვენ თხის რქებო. მოდი ვნახოთ აგვისტო თვე როგორი გვექნება. ძაღლები დარბიან უკაცრავად. ჩემი ძაღლის თხის რქა არის, რო იცოდეთ ტოქსში. იმედგაცრუება რაღაცასთან დაკავშირებით. ახალი იდეები, ფინანსებზე ფიქრები, საჩუქრები. თითქოს აი აგვისტო ჯერ ცუდად იწყება, მძიმედ იწყება, დეპრესიულად იწყება, მაგრამ ეს ჩვენ გვჩვევია და აგვისტოს შუა რიცხვებში ყველაფერი ლაგდება. რაღაცა საჩუქარს იღებ, ფულს იღებ, შემოსავალი გაქვს და შეიძლება კიდე შორი გზა დასასვენებლად წახვიდე. პირათან დაკავშირებით რა გველოდება? ახალი პიროვნება. მაგრამ ამ პიროვნებას არ ენდოთ, იმიტომ რომ სულელის არკანია ცემა, შეიძლება ძალიან მატყუარა იყოს, ეგოისტი იყოს, მოღალატე იყოს ამ ახალ პიროვნებას. ვისაც ყავთ პარტნიორი, საკმაოდ მზრუნველი პარტნიორი ამოგდით, ურთიერთობის გამყარება, მაგრამ შეიძლება გქონდეთ ცოტა ტოქსიკური მომენტები და თქვენ იყოთ ამ ტოქსიკური მომენტების ინიციატორი და ცოტა დააბალანსეთ თქვენი ემოციები და თქვენი ეგო. შემდეგი გაშლა ეხება მერწყულებს, ჩემს საყვარელ მერწყულებს. ვაფშე ვთვლი, რომ მერწყულები არა ამქვეყნიურები არიან, საერთოდ სხვა ადამიანები არიან. რაღაც ახალი ინფორმაცია, გართობა, შორი გზა, ფინანსებზე ფიქრები. ახალი იდეები, ცოტა ხანი პერიოდი გექნება დეპრესიული, შეიძლება პირათან დაკავშირებული იყოს, რაღაც არჩევანს ვერ აკეთებდა პირადს. მაგრამ ეს პირადი კარმული ამოდის და შეიძლება ტყუილად არ ნერვიულობ, შეიძლება დასასრულებელი არის უკვე ეს ურთიერთობა. რაღაც ახალი იდეა, ახალ პროექტთან, ახალი დასაწყისი, ახალი კურსი, ახალი სწავლა, რაღაცა და თუ ბოლომდე მოეკიდები, მიაღწევ შენ მიზანს. კიდე ამომდის სიკვდილის არკანი, ეს არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია შენს ცხოვრებაში. მაგრამ ნელი ტრანსფორმაცია იქნება, თან კარმული ტრანსფორმაცია იქნება, რაც უნდა მომხდარიყო შენი განვითარებისთვის. მოკლედ, თვე იქნება საკმაოდ ესეთი პროდუქტიული თქვენთვის. და მოდი ახლა ნახოთ ჩვენი საყვარელი თევზუკები როგორ იქნებიან. რა გელოდებათ აგვისტოს თვეს? ფინანსებზე ფიქრები. ფინანსური არხი უფრო იზრდება. რაღაცა არჩევანი გექნებათ გასაკეთებელი ფინანსებთან დაკავშირებით. თითქოს აქამდე ფინანსურად არ გიმართლებდათ, მაგრამ სამომავლოდ რაღაცნაირად ამოისუნთქებთ. პირათან დაკავშირებით გირჩევდით, რომ უფრო დომინანტი იყოთ. კიდე აქ არის
სერიოზული ურთიერთობის პერსპექტივა, თანაცხოვრების და ოჯახის პერსპექტივა. შეიძლება ხელი გთხოვონ. და ეს ადამიანი, ვისთანაც ეს ყველაფერი მოხდება, თქვენი ბედის წერა არის და სამუდამო არის. ძალიან დიდი მადლობა, ვინც გვიყურეთ. ძალიან ბევრი ვიწვალეთ მართლა ამ ვიდეოსთვის. და კიდევ ვისაც გინდათ ჩვენი არხის სპონსორი რო იყოთ, შეგიძლია მოგწეროთ მეილზე. ძალიან მკაცრები ნუ იქნებით, იმიტომ რომ პირველი ვიდეო არის და ყველანაირად ვეცადეთ. და გამოგვიწერეთ და დაგვალაიქეთ.